ქალბატონი მაია ხერხეულიძე გვერდება თავისი ჯადოსნური რუბრიკით და ჯადოსნური თემებით. გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმები ნიკა, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ, ორთოდონტიაზე, ანუ კბილების გასწორებაზე. ნამდვილად ყველა ჩვენთაგანს უნდა რომ კონდეს მომხიბლავი ღიმილი და აი ამ გასწორების პროცესში მერვე კბილების, ეგრეთ წოდებული სიბრძნის კბილებთან დაკავშირებულ პრობლემებზე. თუმცა სანამ სტუმრებს გაგაცნობდით, უნდა წარუდგინოთ ჩვენს მაყურებელს ჩვენი რუბრიკის სპონსორი ორგანიქსი 100%-ით ორგანული პრემიალური ბრენდი ბავშვთა კვების ბრენდი ბრიტანეთიდან. ორგანიქსის ასორტიმენტი მოიცავს ფაფებს, პაუჩებს, ხემსებს, სხვადასხვა ხილის, ბოსტნეულის თუ მარცვლეულის ბატონებს, მრავალფეროვან ორცხობილას, ყველა გემოვნების პატარისთვის. ორგანიქსი აძლევს საშუალებას პატარას ისწავლოს დამოუკიდებელი კვება თავისი ხელებით. ეხლა კი მინდა წარგიდგინოთ გადაცემის სტუმრები. ქალბატონი მარიკა კუბლაშვილი, კლინიკა მარიკა კუბლაშვილი კლინიკის ხელმძღვანელი და თამარ ზღუდაძე, ექიმი ორთოდონტი და ქალბატონო თამარ და ქალბატონო მარიკა. პირველ რიგში უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენ ძალიან საინტერესო საუბარი გველის, ვიცი წინასწარ და ქალბატონო თამარ, თქვენით მინდა დავიწყო, იმიტომ რომ ორთოდონტული პრობლემები საკმაოდ ხშირია. პატარა ასაკიდან, ბავშვობიდან იწყება და მე მაინტერესებს, აი რომელი ასაკი არის ის ასაკი, როდესაც აუცილებელია რომ ბავშვი მოიყვანონ ორთოდონტთან და ვთქვათ, რატომ არის უპირატესი ადრეული დაწყება ორთოდონტული მკურნალობის. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. რაც შეეხება თქვენს კითხვას, პირველად ორთოდონტთან კონსულტაციაზე სასურველია ბავშვი მოიყვანოთ 6-7 წლის ასაკიდან. ამ პერიოდში ამოიჭრება პირველი მუდმივი კბილის ამოჭრის მერე. წინ საჭრელები და მეექვსე კბილები. ამ პერიოდისთვის უკვე ორთოდონტს შეუძლია საჭიროების შემთხვევაში აიღოს ანაბეჭდი და ტექნიკურად შეგვიძლია უკვე დავამზადოთ ორთოდონტიული კონსტრუქცია. როგორც მოსახსნელი, ასევე მოუხსნელი. ოღონდ ჩვენ არ უნდა შეგვეშალოს პირველად სტომატოლოგთან ვიზიტი და ორთოდონტთან ვიზიტი. ორი განსხვავებული თემაა. სტომატოლოგთან ვიზიტი გაცილებით ადრეულ ასაკშია აუცილებელი. 2.5-3 წლის ასაკში უკვე სარძევე თანკბილა ჩამოყალიბებულია და თუ მშობელი ხედავს ვარის ნადები, როგორც თეთრი, ასევე მუქი ფერის, აუცილებელია ბავშვთა თერაპევტ სტომატოლოგთან ვიზიტი. რათა შევინარჩუნოთ და არ დავკარგოთ. კარიესიც ხშირია ხოლმე, იმიტომ რომ პატარებს ძალიან უყვართ კბილი და ხშირად არის რომ სარძევე კბილების კარიესია და ესეც აუცილებლად სტომატოლოგთან ვიზიტს საჭიროებს. განსაკუთრებით თუ ხედავს დეფექტს დედა სარძევე კბილზე აუცილებელია ვიზიტი. რატომ არის მნიშვნელოვანი შევინარჩუნოთ ეს სარძევე კბილები? ერთი რომ მას თავისი ფუნქცია აქვს, ღეჭვის ფუნქცია და ღეჭვის მომენტში ძლიერდება ყბების ზრდა. და როდესაც ადრეულად იკარგება სარძევე კბილები, უკანა კბილები იკავებენ მის ადგილს და შემდგომ მუდმივი კბილების ამოსაჭრელად არ არის ხოლმე ადგილი და ეს გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ანუ გარკვეულწილად ესეც უწყობს ხელს, რომ თანკბილის პრობლემები განვითარდეს. დიახ. წინაპირობა ამისი. ამიტომ ორთოდონტი საზღვრავს ხოლმე თუ ადრეულად არის დაკარგული სარძევე კბილები, პირიქით ვერევით უკვე ამ შემთხვევაში და სპეციალურ ადგილის შემონარჩუნებლებსაც ვაკეთებთ. ჩვენი პატარები ხშირად ხოლმე მათი თქვათ გარკვეულწილად თვითრწმენა ხშირად გარეგნობაზეც არის დამოკიდებული და თქვათ თანკბილის დარღვევა ძალიან მტკივნეულად აისახება ხოლმე ხშირ შემთხვევაში მათზე და ამიტომ აი დღესდღეობით ძალიან ეფექტურად გამოიყენება ბრეკეტები. პირველი კითხვა აქ ბრეკეტებთან დაკავშირებით, რაც მინდა კითხოთ, ესეც რომელი ასაკიდან შესაძლებელია რომ ჩვენ დავიწყოთ თქვათ ბრეკეტების გამოყენება და რა უპირატესობა აქვს ბრეკეტებს? აი თქვენ ახლა მოსახსნელი კონსტრუქცია ახსენეთ და თქვათ იგივე მოსახსნელ კონსტრუქციასთან შედარებით ბრეკეტის უპირატესობა რა არის? ბრეკეტები ძირითადად გამოიყენება 12 წლის ასაკიდან, 12-13 წლის ასაკიდან, როდესაც ყველა მუდმივი კბილი უკვე ამოჭრილია, ანუ მუდმივ თანკბილაში. უპირატესობა ძალიან ბევრი აქვს ფირფიტებთან შედარებით. რეზულტატი, ანუ შედეგი, მკურნალობის შედეგი გაცილებით უკეთესია. თუმცა ფირფიტებს დღეს ჩვენ ვიყენებთ, რა თქმა უნდა, ცვლადი თანკბილის პერიოდში. მე გულისხმობ უბრალოდ მუდმივი თანკბილის პერიოდში.
ისინი მაგრდებიან ფიქსირებულად კბილზე, ამიტომ ბავშვი მას ვერ იხსნის. და ესეც ჩვენთვის პრობლემაა ხოლმე, იმიტომ რომ დისკომფორტთან არის დაკავშირებული და ცდილობენ რომ ფირფიტები მოიხსნან პაციენტებმა. და ეს პირდაპირ პროპორციულია შედეგთან, რა თქმა უნდა, კი. ასწორებს სამ სიფრთხეში, ანუ ყველა მიმართულებით ასწორებს კბილის დგომას. და კიდევ არის კომფორტული იმ მხრივ, რომ ფირფიტებთან შედარებით განსხვავებით უბრალოდ არ არის პლასმასი მოთავსებული სასაზე და ენის არტიკულაცია არის თავისუფალი და დიქცია არ იცვლება, ესე ვთქვათ, მეტყველება არ იცვლება. ძალიან ხშირი კითხვა არის ხოლმე იქ, სადაც უნდათ რომ გაიგეთონ ბრეკეტი, რამდენად ეს მტკივნეულია, რამდენად ეს პროცესი გაუჭირდებათ და ასევე ზოგჯერ არის ხოლმე ესეთი კითხვები მშობლებისგან, რომ შეიძლება თუ არა ბრეკეტებმა დააზიანოს, ვინაიდან ის კბილზე არის სწორედ დამაგრებული, რამდენად შესაძლებელია, რომ თქვათ კბილის მინანქარი დააზიანოს და აი ამაზეც თუ შეიძლება რომ უპასუხოთ. მტკივნეული არც დაყენების, არც მოხსნის პროცესი არ არის. დაყენებიდან პირველი რამდენიმე დღე შეიძლება იყოს დისკომფორტი. ამაზე ჩვენ სპეციალურად ვუხსნით ხოლმე პაციენტს, როგორ უნდა მოიქცეს. ნუ საჭიროების შემთხვევაში, თუ ეს დისკომფორტი ოდნავ ტკივილისკენ გადავა ან ექნება დაჭიმულობის შეგრძნება, შეუძლიათ მიიღოს ტკივილგამაყუჩებელი. ეს ალბათ შეგუების პროცესში, სანამ ეს შეგუების პროცესია. პერიოდია პირველი რამდენიმე დღე. მეორე კითხვა რა? შემდეგი კითხვა არის, რომ აი ხშირად ამბობენ, რომ მინანქრის დაზიანება კბილზე მაგრდება და ხომ არ იწვევს მინანქრის დაზიანებას. დიახ, ეს არის კიდევ ერთი მითი, რომ ბრეკეტები იწვევენ მინანქრის დაზიანებას. რა თქმა უნდა, არ იწვევენ, უბრალოდ ბრეკეტების მოხსნის შემდეგ არის ხომ ესეთი შემთხვევა, რომ არის დემინერალიზაციის უბნები, ლაქები მინანქარზე, კარიესი, ღძილების ანთება, სისხლდენა. ოღონდ ამას იწვევს არა ბრეკეტი, არამედ იწვევს ცუდი ჰიგიენა. ბრეკეტებში ძალიან ადვილად რჩება და ყომდება ეს საჭმელი და ყოველი ჭამის შემდეგ აუცილებელია პაციენტმა გამოიხეხოს კბილები და ფიქსაციის დღეს ჩვენ დეტალურად ვხსნით ხოლმე, როგორ ხდება ტექნიკურად, როგორი ჯაგრისებით, რა უნდა გამოიყენოს, მაგრამ ნუ ბავშვებში რა თქმა უნდა გართულებულია ეზარებათ და ამიტომ ეს რისკ ფაქტორია, ეს ბავშვები ძირითადად ამიტომ განათლებას რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სწორედ ეს პრობლემები თავიდან ავიცილოთ. ეხლა დღესდღეობით ძალიან ტრენდული არის ბრეკეტების მაგივრად, თქვათ რაღაც გამჭვირვალე კაპებით გასწორება კბილის, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ეს შეუმჩნეველია, თქვათ რაღაც ზედმეტ ვიზუალურ რაღაც პრობლემებს ნაკლებად ქმნის, ამიტომ ძალიან გავრცელებული არის. მოდით ამაზეც ვისაუბროთ, აქაც არის თუ არა, თქვათ, აქვს თუ არა გამჭვირვალე კაპებს. საერთოდ რა მასალისგან არის ეს მომზადებული, რა უპირატესობა აქვს? ამ შემთხვევაში რომელი ასაკი არის, თქვათ, როდესაც შესაძლებელია რომ გამოვიყენოთ კაპები და თქვათ იგივე ბრეკეტებთან შედარებით აქვს მას რაიმე სხვა უპირატესობა გარდა თქვათ ვიზუალური მხარისა თუ არა? დიახ, ეხლა მოგახსენებთ. ეს არის შედგება ელაინერები, ანუ გამჭვირვალე კაპები 1 მმ-მდე სისქის მაღალი ხარისხის სამედიცინო პლასმასისაგან. ისინი არ არიან ტოქსიური და არიან ჰიპოალერგიულები. ამიტომ ჯანმრთელობისთვის ერთმნიშვნელოვნად არ არიან არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. რაც შეეხება რომელი ასაკიდან შეიძლება, ესეც ზოგადად აკრძალვა არ არსებობს, ანუ მუდმივ თანხმობაში 12-13 წლის ასაკიდან შეიძლება მათი გამოყენება, თუმცა უფრო მოთხოვნადია 25 წლის ასაკის ზემოთ, როდესაც ესთეტიურად პაციენტს უნდა რომ ისე გაისწოროს კბილები, რომ გარშემოყოფებმა არ შეამჩნიოთ. და უპირატესობა ის არის რომ უფრო კომფორტულია. ანუ თუ ბრეკეტებში ვთქვათ საკვები უნდა დააქუცმაცოს, პაციენტმა არ შეიძლება საკნატუნო, თხილი კაკლის მირთმევა, პოპკორნის და გარკვეული შეზღუდვები აქვს. ელაინერების შემთხვევაში შეუძლია მოიხსნას, მიერთვას საკვები, გაიხეხოს კბილები, გარეცხოს ელაინერი და ისევ დაიმაგროს. მისი ხმარება დაახლოებით 24 საათში 20-22 საათია. ანუ რამდენიმე საათი აქვს კვებისათვის, ან საჭიროების შემთხვევაში შეუძლია ცოტა ხნით მოიხსნას. არის კომფორტული, ამ შემთხვევაშიც არ იცვლება დიქცია და მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები არ არის და ყველაზე დიდი პლუსი ალბათ ის არის, რომ არის აბსოლუტურად შეუმჩნეველი. ეს ძალიან დიდი პლუსი არის, მით უმეტეს იმ ასაკში, რომელიც თქვენ ახსენეთ ახლა. სწორედაც ამიტომ არის რეკომენდირებული სწორედ შედარებით უფრო. კიდევ ერთი მაინტერესებს, დაახლოებით რამდენი ხანი ჭირდება ხოლმე, თქვათ, აი ბრეკეტის ან თქვათ ისე ელაინერის
გამოყენება იმისთვის, რომ მივიღოთ ჩვენი სასურველი შედეგი, რომელიც გვინდა, რასაც გვინდა რომ მივაღწიოთ. ეს დამოკიდებულია ალბათ თანკბილის ანომალიის სიმძიმეზე, მაგრამ საშუალოდ ბრეკეტის შემთხვევაში ეს არის წელიწადნახევარი 2 წლამდე, ელაინერების შემთხვევაში შეიძლება რიგ შემთხვევაში უფრო სწრაფიც იყოს, ანუ 6 თვიდან ესეც წელიწადნახევარი 2 წლამდე. მაგრამ ძირითადად 1 წელი წელიწადნახევრის განმავლობაში უკვე კარგი შედეგი არის ხოლმე ელაინერებით მკურნალობის. ქალბატონო თამარ, კიდევ ერთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ, იმიტომ რომ ორთოდონტულ პროცესში, როდესაც თქვენ თქვათ კბილების გასწორებაზე მუშაობთ, ხშირად არის ხოლმე პრობლემა, რომელიც იქმნება მერვე კბილებთან, ანუ ჩვენთვის ეგრეთ მოსახლეობისთვის ცნობილ სიბრძნის კბილებთან დაკავშირებით, რომელსაც რა თქმა უნდა სიბრძნესთან არანაირი კავშირი არ აქვს, უბრალოდ ყველაზე უფრო გვიან ამოიჭრება, სადღაც 17-დან 21 წლამდე, რა პრობლემებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული? და გჭირდებათ ხოლმე თუ არა ხოლმე თქვა ხშირად მისი უბრალოდ ამოღება ამ კბილების. დიახ, ჩვენ როდესაც ვიწყებთ გვეგმავთ ორთოდონტიულ მკურნალობას, ყოველთვის ვახდენთ დიაგნოსტიკას, რენტგენოლოგიურ კვლევებს და იქ ვაქცევთ ყურადღებას, როგორ არის სიბრძნის კბილი მოთავსებული ძვალში. ხშირად არის ის ამოუჭრელი ზუსტად აი თინეიჯერის პერიოდში, ასაკში. თუ მას არ ყოფნის ადგილი ამოსაჭრელად, ან დახრილია, აწვება მის წინ მდგომ მეშვიდე კბილს, ან ვიცით რომ გასწორების შემდეგ მისმა ამოსვლამ შეიძლება გამოიწვიოს რეციდივი და თანკბილის დარღვევა ისევ ანომალიის განვითარება, აუცილებლად წინასწარ გვეგმავთ ხოლმე მის ამოღებას. ჩანასახის პერიოდშიც კი. ანუ სანამ ამოვა იმ პერიოდში შეიძლება დაგჭირდეს. კარგით, ქალბატონო მარიკა, თქვენთან გადმოვალ, მოდი შეკითხვით, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ რა პრობლემები შეიძლება იყოს დაკავშირებული, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე, როდესაც ჩვენი მოსახლეობა გვეუბნება, რომ აი სიბრძნის კბილი ამოვიდა, სხვა კბილების დაზიანება გამოიწვია, ან თქვათ დგომა იყო არასწორი და საერთოდ ძალიან სერიოზული პრობლემები შექმნა. რა პრობლემებია ძირითადად დაკავშირებული სიბრძნის კბილებთან? როდის ხდება საჭირო და რა შემთხვევაში ხდება საჭირო რომ განისაზღვროს თქვათ ამოსაღებია თუ არა სიბრძნის კბილები. დიახ, ნამდვილად ხშირად იწვევს სიბრძნის კბილი თანკბილის ყვაყბილთა სისტემაში გარკვეული ხასიათის პრობლემებს. ზოგადად ალბათ ყველასთვის ცნობილია, მაგრამ სიბრძნის კბილები ეს არის მუდმივ თანკბილობაში, ანუ ზრდასრული ადამიანის თანკბილოში, კბილთამწკრივში ბოლოს მდგომი კბილი, ანუ სულ 4 გვაქვს ესეთი ადამიანებს, რომელიც ამოიჭრება ნამდვილად 17-დან 25 წლამდე ასაკში. თუმცა როგორი საოცარი რაღაც ვნახე ამას წინათ, რომ იყო ადამიანი, რომელსაც 94 წლის ასაკში ამოიჭრა სიბრძნის კბილი. მეც ამომიღია ესეთი 80 წლის ასაკში სიბრძნის კბილი, უბრალოდ იქ ატროფიამ გამოიწვია ის, რომ საკმაოდ ძვალში შეკავებული სიბრძნის კბილი უკვე აღმოჩნდა ალვეოლის ქედის დონეზე და თვითონაც ძალიან ბედნიერი იყო, რომ აი ამ ასაკში კბილი ამოუვიდა. კი, ეგეთებიც ხდება, ანუ რეალურად ასაკობრივი ჩვენება სიბრძნის კბილის ამოღების შეიძლება განსაზღვროთ მინიმალური ასაკი. რაც შეეხება მაქსიმალურს ნებისმიერ ასაკში, როდესაც იგი იწვევს გარკვეულ გართულებებს, ნებისმიერ ასაკში შეიძლება გახდეს ამოსაღები. ანუ თამუნამაც გითხრა, ანუ გამომდინარე იქიდან რომ 17 წლის ასაკიდან იწყება ამ კბილის ამოსვლა ზოგადად საშუალოდ. ანუ მანამდე მიმდინარეობს ჩანასახვის ჩასახვა, ფორმირება და ძალიან იშვიათად შეიძლება გახდეს საჭირო მაგალითად 14-15 წლის ასაკში მისი ამოღება, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ ვთქვათ არ იწვევს ისეთ კომპრესიას, ზეწოლას რკალზე და ასე შემდეგ. ძირითადად მისი ამოსვლის საჭიროება, ისე ვთქვათ, ამოღების საჭიროება ხდება ხოლმე აი 16 წლის ასაკიდან ზემოთ. მაშინ როდესაც აი რაც თქვით შეიძლება ანუ მიღებული გასწორებული ორთოდონტიული მკურნალობის შედეგად მიღებული შედეგის თქვათ არევის საფრთხე იყოს ერთი, შესაძლებელია რომ ასევე გამოიწვიოს თანკბილის დარღვევა, ან კბილთარკალის დარღვევა, ასევე ძალიან ხშირად მერვე კბილები არის ხოლმე საკმაოდ ისეთი მწვავე გავრცელებული, ანუ მძიმე ანთებითი დაავადებების მიზეზი, იმიტომ რომ აი ამ ამოჭრის დროს ზოგჯერ შესაძლებელია რომ ნაწილობრივ იყოს ამოჭრილი, იქ მუდმივად არის ნადების დაგროვების, საჭმლის ნარჩენების დაგროვებისთვის ძალიან კარგი პირობები, რაც ქმნის ინფექციის კერას და შემდეგ შეიძლება ეს ინფექცია გართულდეს და გამოიწვიოს აბსცესები და ფლეგმონებიც კი. ასევე პირის ზღუდან სუნი, არასასიამოვნო სუნი, იმიტომ რომ ჰიგიენა ვერ ხორციელდება, ანუ მისი წმენდა ვერ ხორციელდება ისე სრულფასოვნად, რომ მოკლედ არ რამდენად მნიშვნელოვანი არის ამ კბილის როლი რაღაც ჩვენი თქვათ საერთოდ ცხოვრებისთვის.
იმიტომ რომ რაღაც პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ეხლა რამდენად მნიშვნელოვანია. ნამდვილად ესია, იმიტომ რომ ესეც ევოლუციის მონაპოვარია, ესე ვთქვათ, რეალურად, ანუ ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის სიბრძნის კვილი არის ამოსაღები. როდესაც საკმარისი ადგილია კბილთარკალში სიბრძნის კბილისთვის, მაშინ რა თქმა უნდა არანაირი ჩვენება არ არსებობს, არანაირი გართულებას არ იწვევს, მაშინ რა თქმა უნდა სიბრძნის კბილის ამოღების აუცილებლობაც არ არის, მაგრამ ძალიან ხშირად დგება მისი ამოღების აუცილებლობა, როგორც გითხარით. ზოგადად ეს არის კბილი, რომელმაც ფუნქცია დაკარგა. ანუ დღევანდელ დღეს ყბაკბილთა სისტემას აღარ უწევს იმ მოცულობის სამუშაოს შესრულება საკვების დაქუცმაცების თვალსაზრისით, რომ საჭირო იყოს კიდევ მესამე მოლარი, ანუ მერვე კბილი, ესე ვთქვათ. ესეც როგორც გითხარით, ევოლუციის მონაპოვარია და თუ ყველას გვახსოვს ეს ანატომიის წიგნიდან ადამიანის ევოლუციის ეტაპები, ვთქვათ, მაიმუნიდან ჰომო საპიენსამდე და ყველაზე მთავარი, ესე ვთქვათ, სახის კონფიგურაციაში, ყველაზე მნიშვნელოვანი პროპორციის, ესე ვთქვათ, ცვლილება სწორედ სახის ქვედამესამედში, ანუ ზედა და ქვედა ყბასთან მიმართებაში, ანუ შემცირდა თანდათანობით ყბას ზომაში, იმიტომ რომ ადამიანს აღარ უწევს ყბაკბილთა სისტემას დიდი სამუშაოს შესრულება. შესაბამისად ამ კბილმას დაკარგა ფუნქცია და უკვე არის ტენდენცია, რომ ჩანასახიც კი აღარ არსებობდეს სიბრძნის კბილის. ანუ თუ ეს კბილი არსებობს, ძირითადად იწვევს რიგ გართულებებს, რომ ან ვთქვათ, თანკბილის დარღვევის, ან სხვადასხვა ხასიათის ანთებითი პრობლემების სახით. ძალიან ხშირი კითხვა, რომელიც დგება ხოლმე ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს არის, რომ ჩვენ 4 სიბრძნის კბილი გვაქვს და თუ ვთქვათ, სწორედ რეტენციული, არასწორი დგომა აქვს, ვთქვათ, აღიზიანებს სხვა კბილის კბილზე ზეწოლას იწვევს. ზოგჯერ საერთოდ რაღაცა თითქოს ისეთია, რომ დაწოლილია, რასაც გვეუბნებიან ხოლმე. ამ შემთხვევაში დგება საკითხი, შეიძლება თუ არა, რომ 4-ვე კბილი ერთდროულად იყოს ამოღებული, ქირურგიასთან დაკავშირებით რა პრობლემები შეიძლება გამოვიდეს? ზოგადად, ანუ ეს არის პროცედურა მერვე კბილის ამოღება, რომელიც არის ამბულატორიული ჩარევა, ანუ არ საჭიროებს სტაციონარულ, ანუ ნარკოზით, ესე ვთქვათ, ჩარევას. გამომდინარე აქედან სასურველია, რომ მოხდეს ერთ მხარეს ორი სიბრძნის კბილის ამოღება ზედა ქვედა ყბაზე და გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც პაციენტი კონკრეტულ ვთქვათ ნაოპერაციულ მხარეს ვთქვათ ყვებას შეძლებს, მე უკვე მოხდეს მეორე მხარეს ასევე ერთდროულად ორივე ზედა ქვედა სიბრძნის კბილების ამოღება. რაც შეეხება ასაკობრივ ჩვენებას, აი წახანას თქვი, ყველაზე იდეალური ასაკი არის სწორედ კბილის ამოჭრის პერიოდი, იმიტომ რომ ამ დროს ალვეოლის ქედთან უფრო ახლოს მდებარეობს ჩანასახი. გარდა ამისა, მერვე კბილების ფესვთა რაოდენობა და ფორმაც, ესე ვთქვათ, ანუ ძალიან ხშირად არის ფესვის გამრუდება. ამიტომ ამოჭრის პროცესში ფესვი ჯერ არ არის ჩამოყალიბებული და ყველაზე მარტივად ამოსაღები, ესე ვთქვათ, არის სწორედ აი ამ ასაკში. ანუ იდეალური პერიოდი მერვე კბილების ამოღებისთვის არის სწორედ 16-დან 20-25 წლამდე ასაკი, როდესაც საკმაოდ მარტივად ხდება მისი ამოღება. რამდენად შესაძლებელია, რომ ერთი ეტაპი დაჭირდეს ამოღების, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე ეს კითხვაც, რომ ხშირად ძალიან რთული ამოსაღებია, ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული და შესაძლებელია თუ არა, რომ ერთ ეტაპად, ანუ ერთ დღეს ერთი კბილი მაინც სიბრძნის მთლიანად იყოს ამოღებული და რამდენად მტკივნეულია, ეს არის კიდე მეორე კითხვა, რომელიც ყველას აინტერესებს, რამდენად მტკივნეული არის ეს პროცესი. რა თქმა უნდა, ანუ არათუ ერთი სიბრძნის კბილის ამოღება, ერთ მხარეს ორი სიბრძნის კბილის ამოღება არის რეკომენდირებული ერთ ვიზიტში და ერთ პროცედურაში. მტკივნეული რა თქმა უნდა არ არის, ანუ თანამედროვე ტკივილგამოყუჩებელი საანესთეზიო საშუალებების ფონზე ნებისმიერი სტომატოლოგიური პროცედურა, ეს იქნება ქირურგიული, თერაპიული, არის აბსოლუტურად უმტკივნეულო, იმიტომ რომ აბსოლუტურად სრული ანესთეზიის შესაძლებლობას იძლევა თანამედროვე საანესთეზიო საშუალებები. უბრალოდ პოსტოპერაციული პერიოდი არის მეტნაკლებად, ესე ვთქვათ, ეს ყველაფერი ინდივიდუალურია, რა თქმა უნდა, ზოგჯერ არის რომ საკმაოდ ტრამული, რეტენირებული კბილების ამოღების შემდგომაც კი პაციენტს არ აქვს, ვთქვათ, შეშუპება და ტკივილი, მაგრამ შესაძლებელია, რომ ვთქვათ, რეაბილიტაციის პერიოდში გარკვეული დისკომფორტი პაციენტს ჰქონდეს, იგივე შეშუპების, პირის გაღების შეზღუდვის სახით, ვთქვათ, მაგარ საკვებთან მიმართებაში გარკვეული შეზღუდვები და ასე შემდეგ.
აქაც ალბათ მოვლას ძალიან დიდი ძალიან მნიშვნელობა დიდი აქვს და მნიშვნელობა ჰიგიენას აქვს მოვლას და რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენად სწორად ხდება თვითონ პროცედურის ჩატარება. ანუ კბილის მერვე კბილის ექსტრაქცია განსაკუთრებით რეტენირებული, ანუ შედარებით რთული რეტენირებული და დისტოპირებული სიბრძნის კბილების მკურნალობა, ეს არ არის რიგითი კბილის ამოღება და კბილის ექსტრაქციის ოპერაცია, ეს არის საკმაოდ ესე ვთქვათ რთული ოპერაციული ჩარევა, რომელიც როგორც პროფესიონალის მხრიდან მოითხოვს საკმაოდ დიდ გამოცდილებას და ასევე პაციენტის მხრიდანაც იმ რუტინას მოვლისა, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვას მოკლედ ექიმის რეკომენდაციები კბილის ამოღების შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მარიკა. მე მგონი ძალიან კარგად გავაცანით ჩვენს მაყურებელს, როგორ და რა მნიშვნელობა აქვს ადრეულად ჰიგიენას და რა მნიშვნელობა აქვს ადრეულად ორთოდონტთან პაციენტის მიყვანას. ძალიან დიდი მადლობა. კაი ხო თქვი რომ საინტერესო იქნება, რამდენი რაღაც გავიგე. ვიფიქრე რომ რა უნდა ილაპარაკონ ახლა კბილებზე ამდენი ხანი და თურმე რამდენია კიდე გასაგები და საინტერესო ინფორმაციები მისაღები. მადლობა კიდევ ერთხელ ქალბატონო.